გრძნობ დაძაბულობას და ტკივილს, ასევე გაქვს წვის შეგრძნება კუნთებში, რა უნდა გააკეთო. ბევრი იძლევა რჩევას დალიეთ მაგნიუმი, დალიეთ კალციუმი, მაგრამ არანაირი მიკროელემენტი კუნთების დაძაბულობას არ ხსნის. აუცილებელია მასაჟი, ზოგჯერ სარელაქსაციო, ზოგჯერ ღრმა მიოფასციალური მასაჟი, რომელიც უნდა გააკეთოს სპეციალისტმა. ამის გარეშე კუნთების დაძაბულობა, ტკივილი და წვის შეგრძნება არ მოიხსნება. კიდევ უფრო მეც გეტყვი, ძალიან ბევრი მაგალითად ამ დროს ურჩევს რომ დაიწყოს ვარჯიში, განსაკუთრებით ფიტნესში ვარჯიში არის დამაზიანებელი. რადგანაც გადაძაბულ კუნთს დაკარგული აქვს ელასტიურობა და ვარჯიშის დროს შესაძლებელია დაზიანდეს არამარტო კუნთი, ასევე მყესები, იოგები და ხერხემლის მალთაშუა დისკები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კურნალობაში სწორ თანმიმდევრობას. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, აღდგეს სიმეტრია და ბალანსი საყრდენ მამოძრავებელ აპარატში. ეს მიიღწევა ხერხემლის პირველი მალის ატლასის კორექციის პროცედურით. მეორე, უნდა მოწესრიგდეს კუნთოვანი სისტემა, ეს შესაძლებელია სარეაბილიტაციო მასაჟის კურსით. მესამე, თუ დაზიანებულია მალთაშუა დისკები, ადგილობრივად უნდა ჩატარდეს სათანადო კურნალობა, რომელიც მოიცავს მაგალითად ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.